მოგესალმებით, მე ვარ ვახო მეზურნიშვილი, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პარტნიორი ტრენერი. აღნიშნულ ვიდეოში ვისაუბრებთ 3 ტიპის თანამშრომელზე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ 3-ვე ტიპის თანამშრომელი გვხვდება რეალურ ცხოვრებაში და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ 3-დან ერთ-ერთ კატეგორიას წარმოვადგენთ. მოდით დავნომროთ, დავარქვათ პირობითად თანამშრომელი ნომერი 1, ნომერი 2 და ნომერი 3. აქვე ვიტყვი, რომ დანომრვა არის უბრალოდ მათემატიკური დანომრვა, ნომერი 1 არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანამშრომელი გამოირჩევა შედეგებით და ნომერი 3 არ ნიშნავს იმას, რომ აჩანჩალა თანამშრომელია, low performer-ია და რაღაც შედეგები არ უვარგა. დავიწყოთ თანამშრომელი ნომერი 1-ით. როგორია თანამშრომელი ნომერი 1? გათენდა დილა, თვალები გაახილა და ფიქრობს და ამბობს ეს ადამიანი ესეთ რაღაცას, რომ ჯანდაბა მოკლედ გათენდა, ეხლა უნდა წავიდეს სამსახურში, ტვინი უნდა გამიბურღონ კლიენტებმა, უფროსმა, უმცროსმა, დაქვემდებარებულებმა და რა მინდოდა მოკლედ საერთოდ აქ რო ვიწყებდი მუშაობას. წამოდგა ეს ადამიანი, ჩაიცვა ტანის სამოსი, მოემზადა რომ ისაუზმოს და იმის მაგივრად რომ ჩაის ან ყავას მიაყოლოს რაიმე ტკბილი, აყოლებს წარე ფიქრებს, რომ საშინელი დღე მექნება სამსახურში, ჩამივარდება მიმდინარე საქმეები, არაფერი არ გამომივა და მოკლედ რა უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული და გაჩენილი ვარ. წავიდა სამსახურში, მთელი გზა ფიქრობს ნეგატივზე, რომ აი მივდივარ და ჯოჯოხეთი მელოდება ეხლა იქ და არაფერი მოკლედ დღის მანძილზე მე არ გამომივა და იწყებს თავის სამუშაო დროს აი ამ ნეგატიური ფიქრებით და ნეგატიური აზრებით. თანამშრომელი ნომერი 2. გათენდა დილა, თვალები გაახილა და ფიქრობს და ამბობს რას. მადლობა პირველ რიგში, რომ ჯანმრთელად ვარ, მადლობა, რომ საყვარელი ადამიანები მყავს გვერდით, ოჯახის წევრები, მეგობრები, მადლობა, რომ სამსახური მაქვს, დასაქმებული ვარ და წავალ ახლა სამსახურში, სადაც კი ბევრი რთული გამოწვევა, ბევრი რთული პროექტია მიმდინარე, ბევრი შეკვეთა გვაქვს, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯები. ხმალს რო ამოვიღებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს ამოცანები, ეს მიზნები, რაც დგას ჩემს წინაშე, მაქსიმალურ შედეგებზე გავიდე. მოიმზადა ჩაი ან ყავა ამ ადამიანმა და ფიქრობს რაზე. არ დამავიწყდეს სამსახურში რომ მივალ, დღეს ამ მომხმარებელს უნდა შევეხმიანო. არ დამავიწყდეს მეილი უნდა მივიწერო დილიდანვე, რომ რაღაც საქმეები მერე არ დაგვიანდეს. როგორც ხედავთ, პირველისგან განსხვავებით, პირველი თანამშრომლისგან განსხვავებით, ამ ადამიანმა დაიწყო დილიდანვე დღის დაგეგმვა და დაიწყო შედეგებზე ორიენტირებული ქმედებები. წავიდა სამსახურში, შეაყო თავის ოფისის კარები, სერვის ცენტრის კარები, არა აქვს მნიშვნელობა. წარმატებული დღე უსურვა მის კოლეგებს, ჩართო კომპიუტერი, შიდა საკომუნიკაციო არხებშიც ეს იქნება Teams-ი თუ ნებისმიერი, იქაც თანამშრომლებს წარმატებული დღე უსურვა, გულები გაუგზავნა ესე რომ ვთქვათ და ელოდება რომ ეხლა დღეს მე მელის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები და აბა შენიცი ბოლომდე იბრძოლე, რომ მაქსიმალურ შედეგებზე გახვიდე. თანამშრომელი ნომერი 3. თანამშრომელი ნომერი 3 ასე ვიტყოდი, რომ არის დედამიწაზე ალბათ ყველაზე გავრცელებული ტიპის თანამშრომელი, იქცევა როგორ? ერთ დღეს შეიძლება იღვიძებდეს როგორც ნომერი 1, ერთ დღეს შეიძლება იღვიძებდეს როგორც ნომერი 2. ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანებს ბუნებრივია რკინის ნერვები არ გვაქვს და ეს ჩვენს გარშემო რაც ხდება, მიმდინარე გამოწვევები, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში, პირად ცხოვრებაში, ბუნებრივია ახდენს ჩვენზე გავლენას და არის ზოგჯერ ობიექტური რაღაცები, რასაც ადამიანები ვაქცევთ მართლა ყურადღებას, მართლა გულთან უნდა მივიტანოთ და განვიცდით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო მეც ვდარდობთ და უფრო მეც ვფიქრობთ ისეთ რაღაცეებზე, რაც რეალურად არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ დილით ადამიანები რატომღაც ვიწყებთ საკუთარი თავის ნეგატიურ დაპროგრამებას. როდესაც დილით გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ რაღაცნაირად ნომერი 1 თანამშრომელივით დგები საწოლიდან, ხომ არ ჯობია შენ თავს დაუსვა შეკითხვა. მართლა ესე ცუდად არის ყველაფერი, თუ მე ვუქმნი ჩემ თავს ამ ნეგატიურ განწყობას. მადლობა ყველას გისურვებთ პოზიტიურ დილას და პოზიტიურ განწყობას.